როდესაც წაიკითხავ ამ წიგნს, თვალწინ დაგიდგება საქართველოს რეალობა და საქართველოს მთის, განსაკუთრებით სისხლის აღების წესის ტრადიცია. ამ შემთხვევაში ადამიანი, მთავარი პერსონაჟი არის ტრადიციის მსხვერპლი და კონსტრუქციების ტყვეობაში ის აგრძელებს ჩვეულებრივად სიცოცხლეს, მაგრამ აქვს რაღაცა მცირედი იმედი, რომ გადარჩება, მაგრამ ამ იმედს ბოლოს უღებს საზოგადოებაში გამჯდარი ადათები, რომლებიც ერთი შეხედვით უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანობას, მაგრამ იქცევა როგორც და ეპყრობა ადამიანებს უსამართლოდ. ეს წიგნი არ არის შედევრი. საერთოდ ეს წიგნი ალბათ ერთხელ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, თუ წაკითხვა უნდა. ეფუძნება ბერძნულ მითოლოგიას და გვიყვება აქილევსზე, რომელიც არის საკუთარი ბედისწერის ტყვე. რომ აქილევსმა იცის ამ შემთხვევაში, რომ საკუთარი ბედისწერა მას მოუტანს სიკვდილს და მას მოუტანს დიდებას. ეს ბედისწერა პირდაპირ კავშირშია აქილევსის სიყვარულის ობიექტთან და აქილევსი ირჩევს საკუთარ ბედისწერას და ირჩევს საკუთარ სიკვდილს, რადგან ის ირჩევს სიყვარულს. მილერი სვამს კითხვას ამ წიგნში, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და იყოს თავისუფალი როგორც ადამიანი, როცა მისი ბედისწერა უკვე დაწერილია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი აკეთებს არჩევანს და აქილევსი აკეთებს სიყვარულისთვის არჩევანს და ის გადადგავს ამ ნაბიჯს და სიყვარულის გამო ის თვითონაც კვდება.